მეგობრებო, საერთოდ გასვლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთ თემაზე, თქვენი ურთიერთობის სურათი როგორია, რას დაგვეხატავს სამყარო, რას გვიჩვენებს, რა ხდება თქვენ ურთიერთობაში და როგორი ურთიერთობის ამბავში ხართ ახლა, მოდი ესე ვთქვათ. ნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა, რომ მიხდეთ რამდენად თქვენია ეს გასვლა. თუ დაემთხვევა უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში და მოწონებები არ დაგესაროთ, თუ დაემთხვევა და არ დაემთხვევა მაინც. ასევე ჩემი გვერდების გამოწერა TikTok გვერდის, ჩემი YouTube გვერდის და პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ გადმოხვიდეთ პირადის ლინკი Telegram-ის არის ქუჩივე და მომწეროთ იქ. ან მომწეროთ აქ, გაგაცნობთ ფასებს და დეტალებს ყველაფერს მე. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? გაშლა არის ორივე სქესისთვის. მიჩვენებს, რომ ჰაერის მეფე არის წარმოდგენილი, შეიძლება თქვენი ჰოროსკოპი იყოს ჰაერის სტიქის წარმოადგენელი, შეიძლება ბრძანდებით ეს არის ტყუპების ასწორი და მერწყულის ნიშანი შეგახსენებთ, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მაინც ამ ჰოროსკოპებს მიეკუთვნებოდეთ, შეიძლება ასცინდენტი გქონდეთ ჰაერში ძალიან ბევრი, ან მთვარე, ან რამე ენერგეტიკულად ყოველ შემთხვევაში ძალიან ცივ ენერგიებში ხართ ახლა. შეიძლება წარმოადგენდეთ ამ გარდით ორგანოების თანამშრომლები არიან, როგორც წესი ხშირად ადვოკატები, მოსამართლეები, სამართალდამცველები, ასევე არიან შეფპოვრებიც, ასევე არიან ქვრივებიც და ასე ვთქვათ, წარსულში განქორწინებული პიროვნებები. წარსული ცუდი გამოცდილებით, ასე ვთქვათ, პირად ურთიერთობებში დამავიწყდა არ მახსოვს თქვი თუ არა, ასევე შეიძლება ქირურგი ან ექიმი, უფრო ქირურგები არიან როგორც წესი ჰაერის სტიქის წარმოადგენლები, რომელიც მიჩვენებენ, რომ ძალიან დიდ გულის ტკივილში ხართ. არ ვიცი, ვიღაცა ადამიანი დაკარგეთ, რაღაცა ურთიერთობა დაკარგეთ სასიყვარულო, რომელიც სამი ახმელთა ესეთი ორი დიდი ნაპრალია თქვენ სულში და გულში ახლა ბღავილი გინდათ და შეიძლება ხმამაღლა ტირილიც გინდათ და ვერ ტირი ხართ, გული გაქვთ გაპობილი შუაზე, ცდილობთ მინდა რომ დაინახოთ ამოკერვას ამ კარტისას, მაგრამ რაღაცნაირად ძალა არ ყოფნით, რომ აი ამდენი ტკივილი ამოიკეროს. არ ვიცი, ან ფიზიკურად დაკარგეთ ადამიანი ამ ქვეყანას და სამწუხაროა თუ ასე მოხდა რაღაც ნაწილისთვის ასე იქნება, რაღაც ნაწილისთვის იქნება უბრალოდ ურთიერთობაში დაკარგეთ ნდობა, დაკარგეთ მეორე ნახევარი, თქვენი სიყვარული, ასე ვთქვათ, განიცდის ახლა ტირილს, ქვითინს, ესეთ ხასიათზე ხართ და პრინციპში არაჩვენებთ ამ ყველაფერს და გეხართ რაღაც სადარაჯოზე, სამუშაო რეჟიმში და ურთიერთობაში ცდილობთ, რომ მარტო განსაზღვროთ საით მივდივარ, სად უნდა ვიარო, რა კიბეები ავიარო, როგორ უნდა განვაგრძო წინსვლა და ცხოვრება ვინ მჭირდება და რა მჭირდება, იმიტომ რომ ძალიან რთულ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში, როგორც ჩანს, იმყოფება ახლა თქვენი შინაგანი მე. თუ ემთხვევა და ასეთ ენერგიებში ხართ, განაგრძეთ, მაშინ თქვენზე იქნება ეს გაშლა. თქვენი ურთიერთობის სურათი. მოდი გავიგოთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის, ამ შემთხვევაში მამაკაცი ამოვიდა და მანდილოსნებმა თქვენ თავზე მოირგეთ ეს გაშლა. მოდი ვნახოთ, რა ხდება თქვენ იმ პარტნიორთან ეხლა, გაქვთ თუ არა შეხება და ურთიერთობა, 10-იან პენტაკლი მიჩვენებენ, დაოჯახებული სიტუაცია გაქვთ პრინციპში. ამ კარტით ხშირად არის, რომ მეუღლე ყავთ თქვენი საკუთარი ოჯახი, არ ვიცით, თავის ძაღლებით, თავის შინაური ცხოველებით, თუთიყუშებით შეიძლება მომდის ასე დავიტყვი ენერგეტიკულად. შვილები, ძალიან ისეთი შვილები, არ ვიცი რატო ვთქვი, მაგრამ შვილებით, მეუღლით ძალიან სავსე ესეთი ოჯახური მომენტი გაქვთ და ეს ადამიანია, ვიზაც ტირი ხართ. არის სხვა ეტაპიო მიჩვენებენ. ეს არის ახალი ეტაპი ჰაერის სტიქის დედოფალთან. საინტერესოა. თქვენ ენერგიაში ამოდის ეს ქალბატონიც, მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახებული ხართ, ამ კარტით უმრავლესობა ხართ დაოჯახებული,
70-80% თუ დაუოჯახებელი ხართ, ეს არის თქვენთვის ოჯახური სტაბილურობის ღირებულება, რომელიც თქვენშია, რომელსაც აფასებთ, გინდათ ჩამოაყალიბოთ ესეთი სტაბილური, ფინანსურად მყარი, ოჯახურად სავსე, ოჯახის წევრებით, ბევრი შვილებით, ასე ვთქვათ, თქვენი ოჯახი და ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ფიქრობთ და გამოსავლის პოვნის მდგომარეობაში ხართ, უმეტესად ძალიან ბევრი ფიქრი მოდის თქვენზე, ძალიან მენტალურად განვითარებული ადამიანი ხართ, ქალი ხართ თუ მამაკაცი, სულ ერთია ამ შემთხვევაში. ძალიან ბევრს ფიქრობთ ლაბირინთიდან გამოსავალი რა შეიძლება იყოს და ფიქრობთ, რომ ახალი ეტაპი ეს არის თქვენი რომელზეც ახლა თქვენ გეხართ განულებული, გაქვთ ძველი წყენები, ცდილობთ გაანულოთ, უბრალოდ დაივიწყოთ და წარსულს დაუტოვოთ, რაღაცნაირად ისევ შუთი ამოდის, ნოლი მაღალი არკანი და ეს არის მერწყულების კარტი, ძალიან ბევრი ჰაერის ენერგეტიკა ამოდის, ჰაერის სტიქი აბრძანდებით თუ არ ბრძანდებით, ცივი, ესეთი ახალი ტალღით, ახალი გრიგალით შევსებული ენერგიები გაქვთ ცხოვრებაში და აი გრძნობაზე მეტად უკვე გაციებული ხართ რაღაცნაირ ცივ ენერგეტიკაში ხართ, ასევე მიჩვენებენ თქვენი ის პარტნიორი, ვიზეც გულის ტკივილი გაქვთ, არის სწორედ თქვენი ენერგიის ასევე ჰაერის სტიქის დედოფალი, რომელიც შებრუნებულია ის თავისთვის და ისიც ძალიან კარგად მენტალურად განვითარებულია, პრინციპში ვიტყოდი, ასევე შეიძლება იყოს ორგანოების თანამშრომელი, ასევე ადვოკატი ან მოსამართლე, ან ძალიან კარგად ჩახედული სამართლის სფეროებში, ასე ვთქვათ, შესაძლებელი იყოს ასევე ექიმი, როგორც უკვე აღნიშნე და ასევე ძალიან კარგი პოვრებიც არიან ჰაერის სტიქის ადამიანები საერთოდ. ცივ იარაღთან, ვისაც სამუშაო შეხებები აქვს. მიჩვენებენ, რომ ზურგშექცეულია თქვენგან ახლა ეს პიროვნება, არ გაქვთ ურთიერთობა, ძალიან ბევრისთვის კიდევ ვიძახი 10,000 ამოდის, ეს არის თქვენი მეუღლე, ვისთანაც ურთიერთობა დაგეძაბათ, ტკივილი გაქვთ, გულის ტკივილი გაქვთ, არ ვიცი, ღმერთმა ყველა დაიფაროს და ეს ის ადამიანი არ უნდა იყოს, ვინც თქვენ ამ ქვეყნიდან საერთოდ დაკარგეთ, უბრალოდ რაღაცნაირად დეპრესიული მომენტი გაქვთ ამ ადამიანთან და გულის ტკივილი გაქვთ, ძალიან დიდი მიჩვენებენ. გულის ტკივილი ასევე შვილებთან დამოკიდებულებაში, თუ დაოჯახებული ბრძანდებით, ძალიან გენატრებათ თქვენი შვილები და მათში, ასე ვთქვათ, ენერგიის ყოველდღიური ჩადება. რა პერსპექტივებია, რომ უახლოესი მოდი, ესე ვთქვათ, უახლოესი 1-2 თვის განმავლობაში მოხდეს თქვენი შერიგება ამ ურთიერთობის დასტაბილურების რა სურათი გვექნება. ძალიან დიდი, ძალიან უზარმაზარი ეშმაკი, მაგი და პრინც მეფე პენტაკლის ნაპატიეთ ამოდის სამი კარტი, ძალიან დიდი მიჯაჭვულობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, ძალიან დიდი მოიცავს ყველანაირ დაბალ ვიბრაციას ეშმაკი, შეიძლება ეჭვიანობა, არ ვიცი, ფსიქიკური გაუწონასწორებლობამდეც კი მიდიოდეს თქვენი მიჯაჭვულობა და ეჭვიანობა, მასთანაც რთულია, მის გარეშეც რთულია, მაგრამ მაგათ ამოდიხართ თქვენ ამ შემთხვევაში და 4-ვე სტიქია არის თქვენ ხელში, ესე იგი, საითაც წარმართავთ. მაგს აქვს 4-ვე ენერგეტიკა, ჰაერიც, ცეცხლიც, თასიც და მენტალობაც, რასაც აიღებს და გამოიყენებს, ესე იგი ყველაფერი შეუძლია თავისი მანიპულაციის რეჟიმის დროს ჩართოს და აიღოს ნებისმიერი სტიქია. ამ მიჯაჭვულობით გეტყვით, რომ ასე არ იქნება თქვენი ამ კავშირის გაწყვეტა, მამაკაცი, რომელიც უყურებთ, მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი ხართ, მამაკაცი ამ შემთხვევაში გამოიჩენს ინიციატივას, გამოიჩენს მოუთმენლობას, ასე ვთქვათ, მონატრებას აი ამ ეშმაკით, დაბალ ვიბრაციებით. შეიძლება ვარდებოდეთ ალკო დამოკიდებულებაში, მოსაწევ დამოკიდებულებაში, ყველანაირი ნარკოტიკული ნივთიერება, ეს არის დამაწყნარებლებიც კი, ანუ მიდიოდეთ წამლის რაღაცა მომენტამდე, რომ აი ვერ იძინებთ, ვერ მშვიდდებით, თუ რაღაც დამოკიდებულებას ვერ დაიმშვიდებთ, ასე ვთქვათ, თავს. მამაკაცი ყოველ შემთხვევაში გამოვა ენერგეტიკულად შერიგების წინადადებით, რომელი ხართ თქვენ მიხვდით ახლა ამ გაშლაში, რომელიც უყურებთ, მამაკაცი ითავებს, ასე ვთქვათ, აი ამ ურთიერთობის დაბალანსებას და 6,000-ით შერიგების მომენტს ჩადებს ამ ენერგიებში თავის ფინანსსაც, დროსაც, რესურსსაც, როგორც მამაკაცი შეესაბამება.
ძალიან დიდი ისეთი საიდუმლოებებია თქვენ შორის და თქვენ ურთიერთობებში მინდა იცოდეთ.